ყოველ შაბათს უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის. და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე დღეს გამოდიოთ აქციებში და ასე შემდეგ. და პლუს ერთის იდეა არის ძალიან საინტერესო და ძალიან სწორი. არის ხოლმე რომ შაბათს მიუხედავად ძალიან გამოდის ვიდრე სხვა საქმე აქვს ან შეიძლება რომ დაიზაროს გამოსვლა და ასე შემდეგ და მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი გამოვიდეთ. ამიტომ ერთი ადამიანი მაინც ვინც არის ჩვენთან ძალიან ახლო, ვინც არის ჩვენკენ, შეგვიძლია ვითხრათ, რომ მოდი ერთად წავიდეთ შაბათს მარშზე რა. და ასე შეგვიძლია გავზარდოთ ძალიან რაოდენობა. ეს თუ ყოველდღიური რაღაც ჩელენჯივით გამოვიდა და ჩვენ მოვახერხეთ ისე, რომ ერთი ადამიანი მოვიყვანოთ, იმან თავის ერთი ადამიანი წამოიყვანოს მე. რაღაც საკომუნიკაციო ჩატიც გააკეთეთ, თქვენი სამეგობროსი. და რაღაც ეს мотиваცია მიეცით, რაღაც ისეთი ამბავი შექმნით, რომ შაბათს არის აუცილებელი გამოსვლა. ყველა დაბრკოლების და ყველა რაღაცა როგორც ვთქვათ, რეპრესიების მიუხედავად ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ რეპრესიების არ გვიშინია და ბევრი ვართ და ეს ბრძოლა გრძელდება რა. ეგ არის აუცილებელი ამის დემონსტრირება. ამიტომ თუ ასე პატარა რაღაცას გააკეთებთ, ის ერთი ადამიანი ვინც უეჭველი გამოვარდნეთ ერთად, ეს არის ძალიან მაგარი ამბავი და ეგ მაინც არ დაიზაროთ. კიდევ თუ გაზარდეთ მასშტაბი. თქვენს პლუსებს ვიხარით, რომ თავისი პლუსები მოიყვანოს და შეიძლება აუცილებლად შეგვიძლია შიშის გადატეხვას და მიუმედობის გადატეხვასაც და ყველაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ხარ ჩვენ ცხოვრობთ, არავის არ მოგწონს ყოფნა რა. კატასტროფაა ის კანონები, რასაც ესენი იღებენ და ჯერ სად კიდევ ძალიან ბევრი ცუდ რაღაცას გააკეთებენ. ამიტომ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ რა. დარწმუნებული ვარ გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს პატარ-პატარა პლუს ერთი ადამიანის მოყვანით, პატარ-პატარა აქტივობებით იცოდეთ, რომ ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებთ, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ.